გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მარიამობა არის, მინდა ყველა მართლმადიდებელს მოგილოცოთ მარიამობა. უფლის მადლი და ძალა ეწეოდეს ჩვენ ქვეყანას, მობრუნებული იყოს სიკეთისკენ და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ნამდვილად ვართ ის ერი, რომელმაც ამ ყველაფერ უბედურებას უფლის მადლით და წყალობით და შეწევნით გაუძლო და ნამდვილად ვართ ის ხალხი, რომლებსაც მართლაც წამდა უფალი თუ არა ამ ომების ისტორიას ვერც ერთი სხვა ერი და ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერანაირი დახმარებით ვერ გადალახავდა რო არა უფლის მადლი და ძალა და დღესაც თუ ხსნა არის ჩვენი ისევ და ისევ ქართველი ერის ქრისტესკენ მობრუნების და მართლმადიდებლობისკენ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისკენ მობრუნებაში არის, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს და არა ამ ფარისევლობაში, ამ ცრუმადიდებლობაში, ამ სიყალბეში, რაც ტრიალებს ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ და რასაც მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას ეძახიან, მაგრამ ეს არ არის არც მართლმადიდებლობა, არც ქრისტიანობა და მინდა თავშივე ვთქვა, აი ჩემს თვალწინ შემიძლია გავიხსენო საქართველოს ისტორიის ბოლო 35 წელიწადი, 40 წელიწადი და მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, შეიძლება არ იყო ამდენი ეკლესია, შეიძლება არ იყო ამდენი ტაძარი, შეიძლება არ იყო ამდენი მღვდელი, შეიძლება არ იყო ამხელა განათლება, რასაც იძახიან, თუმცა რა განათლება ეს ცალკე საკითხავია, რელიგიური, მაგრამ მეტი მორწმუნე ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში და რწმენა მეტი ძლიერი იყო ნამდვილად და ხალხის და საზოგადოებას მეტი პატიოსანი იყო. დღეს ამდენი ეკლესია, დღეს ამდენი მღვდელია, დღეს ამხელა მრევლია რო კითხო და ამდენი ურწმუნოება და ამდენი ურჯულოება და ამდენი უსისხლოება თურმე საქართველოში რო არის, ნაკლებად შეიძლება რომელიმე ქვეყანამ დაიტრაბახოს, რომ იქ არის ეს ყველაფერი და ვიზეც არის ეს ყველაფერი, ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველნო. აი ამას ვიტყოდი, სხვას გავანებებდი თავს სიმართლე გითხრათ, მარიამობა დღეს ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ ჩვენი ერის ეგზისტენციალურ პრობლემაზე ვისაუბრო, რასაც ქართველობა და მართლმადიდებლობა ქვია და ჩვენი სავალალო მდგომარეობა დღესდღეობით. დღეს ერთი ძალიან ცუდი ამბავი გავრცელდა დილიდან. ეს აფხაზი ბიჭუნა, რომელიც საქართველოში კარგად ცნობილი იყო, რომელიც ბლოგერობდა, თბილისში ცხოვრობდა, თურმე გარდაცვლილი იპოვეს მის ნაქირავი ბინაში. მეზობლების უნმა შეაწუხა და რა ვიცი რო ნახეს გარდაცვლილი იყო და ჯერჯერობით რაც ინფორმაციაც ვრცელდება თვითმკვლელობამდე მეყვანით არისო და ძალადობის კვალიო არ ეთყობაო, რა თქმა უნდა სხვა არც იყო მოსალოდნელი. ეხლა არ ჩავალ მე სიღრმეებში, ღმერთმა აცხონოს, ძალიან ტრაგიკული პიროვნება იყო, გაგრიდან იყო როგორც ვიცი, არ მეშლება, იქ ვერც დაასაფლავებენ, თუმცა საქართველოა და საერთოდ ყველა მიწა უფლისაა და მშობლიურ საქართველოში მოენახება ადგილი, ღმერთმა გაანათლოს, ღმერთმა აცხონოს და ძალიან ბნელი საქმე მეჩვენება მე ეს ყველაფერი და ეს არის ძირფესვიანად გამოსაძიებელი და მე მიმაჩნია რომ ჩემი ეჭვია, რომ ეს ბიჭი მისი ბუნებრივი სიკვდილით არ არის მკვდარი, ჯანმრთელობით სავსე ბიჭი იყო, სიცოცხლე სავსე ბიჭი იყო, არაფერს სუიციდისკენ მიდრეკილების ამ კაც არაფერი არ ეთყობოდა და პირიქით ჰქონდა წინ მიზანი, კიდეც ჰქონდა თავისი ბრძოლა და ბრძოლობდა კიდეც და ღმერთმა აცხონოს, მოკლედ ჯერ უბრალოდ ახალგაზრდა კაცი რო გარდაიცვლება, ეს არის ტრაგედია. და მე როდესაც ადამიანი, რომელიც ქართველების და აფხაზების არ ყოფ მე აფხაზებს ქართველებიდან, მაგრამ მიღებული როგორაც არის შერიგებას და ერთადანაც ცხოვრებაზე ბრძოლობს, წვალობს და რაღაცას აკეთებს, ის რო გარდაიცვლება ორმაგაცა წყენი არის. ღმერთმა გაანათლოს და ნათელი და სანთელი მის საფლავს. ეხლა მინდა სხვა რაღაცაზე გადავიდე. მეგობრებო, აი ისმება უამრავი კითხვა, უამრავი წერილი მომდის, უამრავი ის რომ აი ამ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თუ ვინ იქნება შემდეგი თუ
თურმე პიროვნებას ვის მოტეხავენ და ვის მოქესტავენ, ასე რომ ვთქვათ, ეს აინტერესებს საზოგადოებას, იმიტომ რომ საზოგადოება პურის დასანახაობის ფსიქოლოგიით იმართება და ეს ბუნებრივი მოვლენაა, ნორმალური მოვლენაა ყველა ერში, ყველა საზოგადოებაში, აქ არაფერი გასაკვირი არ არის და იმას ფიქრობს, რომ აი ახლა რა მოხდა და ამას რა მოყვება. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, ვინ იქნება კი არა. რა იქნება შემდეგი, ამაზე მინდა ამ ვიდეო ლაივში გესაუბროთ და თუ გნებავთ, შეინახეთ ეს ვიდეო, შეინახეთ, გადმოწერეთ და რომ მოხდება, მე გამიხსენეთ. ისე როგორც სამწუხაროდ ბევრ რაღაცაში ჩემი პროგნოზები, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ ამ დამპალ სისტემას, რაცა საქართველოში ახდა და ხდება. ეხლა მინდა მე გითხრათ ერთი რაღაცა. ვინ იქნება შემდეგი კი არა, ეს არ უნდა გვადარდებდეს საერთოდ. ჩვენ მდგომარეობაში მყოფ ერს არ უნდა ადარდებდეს პერსონალურად, ნომინალურად ვინ იქნება პირველი. ჩვენ უნდა გვადარდებდეს რა იქნება შემდეგი ნაბიჯი და მდგომარეობა. აი აქედან უნდა ამოვიდეთ, ვინ იქნება უშუალოდ პერსონები და ეს არის ნომინალური პერსონები. ხალხს ის აინტერესებს, არჩება თუ არა კობახიძე თუ სხვა ვინ აყავთ გამოჭედილი და ვინ გამოჩდება. ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცა. მე გეტყვით ეხლა თქვენ ნახატს, რომელი ნახატიც იგეგმება. იქ მოზაიკაში თქვენ თვითონ ჩასვით ძალიან დაკვირვებულად თუ ეს ასე არ არის და თუ ეს ასე არ იქნება. აი გამოვდივარ მე ისევ და ისევ იმ სცენარიდან, გამოვდივარ მე მხოლოდ და მხოლოდ იმ ამოსავალი წერტილიდან, რაც სისტემა არის 92 წელს მოსული, დღემდე არაფერი შეცვლილა, პოლიტიკურ სისტემას გულისხმობ მე და ყველა ცვლილებები ბრჭყალებში, ცვლილებები საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის ტრანსფორმაციას ისახავს ნიშნად, მიზნად და ეს არის შემთხვევა, როდესაც გველი იძრობს წყავს. იმიტომ რომ მოჭარბდება ეგ ყველაფერი, ყარს უკვე სისტემა აღარ შეიძლება ასე აყროლებულმა სისტემა გააგრძელოს მუშაობა და მას სჭირდება ცვლილებები. ასე იყო შევარდნაძის 10 წლიანი მმართველობის შემდეგ, ასე იყო სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის შემდეგ, ასე არის ახლაც და ჩვენ ვიმყოფებით აი ამ გარდამავალ პროცესში. აი ამ პროცესში რევოლუციები კი არ ხდება, ტრანსფორმაცია ხდება. ამიტომ არაფერი არ რჩება ძირითადად. ცვლილებები არაფერში არ ხორციელდება, სისტემა იგივე რჩება, უბრალოდ გაახლებული სახით და მინდა ახლა აგიხსნათ აი ეს რაც იგეგმება საქართველოში. ჯერ მინდა გითხრათ, დავიწყოთ თავიდან. მას შემდეგ რაც სისტემა მოვიდა 92 წლიდან და არსებობდა 2023 წლამდე იქ შიდა ცვლილებები ასე ისე წარმოადგენდა ერთ პოლიტიკურ სისტემას. ეს იყო საქართველოს მოღალატეთა კავშირი, რომელიც შევარდნაძემ ჩამოაყალიბა და ის მართავდა შესაბამისი იდეოლოგიით, შესაბამისი ეკონომიკური თეორიებით, ეკონომიკური ცხოვრებით, იდეოლოგიური ცხოვრებით და ესე შემდეგ. აყარულდა ეგ სისტემა, მოწყინდა ხალხს სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე 2023 წელს ამ ფორმამ მმართველობის ამოწურა თავისი ასე რომ ვთქვათ თავი და საჭირო იყო უკვე კორუფციამ, ათასმა უბედურებამ შეჭამა, სიბნელემ, უშუქობამ, კრიმინალმა, ბარდაგმა შეჭამა ქვეყანა და იყო ერთადერთი პრობლემა, იყო შევარდნაძის მმართველობა, უნდა დამთავრებულიყო, უკვე ყელში იყო ამოსული და ამ დროს ყველა ხვდებოდა, რომ თუ ახლა სისტემის ტრანსფორმაცია არ მოხდებოდა, თუ არ წავიდოდა შევარდნაძის და ცვლილებები არ დაიწყებოდა ქვეყანაში, მაშინ შეიძლება ეს დამთავრებულიყო ძალიან ცუდად, ეს დამთავრებულიყო სამოქალაქო ომით და ახლა უკვე 2003 წელი იყო ეს ჯერ კიდევ, სადაც ის თაობა იყო, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვდა შევარდნაძე და მათი მმართველობა და ის 90-იანი წლები. ყველა უკმაყოფილო იყო ამ ყველაფრით და მაშინ დაიდგა პირველი მშვიდობიანი ცვლილების დაკვირდით რა სიძახდნენ, იყოს აქციები ერთი ფანჯარა არ ჩამტრეულა.
და მაშინ ჩატარდა პირველი ექსპერიმენტი საქართველოში ვარდების რევოლუციის სახით და მე დეტალებში აღარ შევალ, ვიტყვი ერთ რაღაცას. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი გაიხლიჩა მარტივ მომრავლებად. აღმოჩნდა იქ სააკაშვილის სისტემა, აღმოჩნდა იქ ბურჯანაძის სისტემა, აღმოჩნდა იქ პატარ-პატარა სისტემები, რომლებიც შემდეგ შეერთდა, გამოვიდა ერთი კაცჭამია, ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაანაცვლა საქართველოს მოღალატეთა კავშირი. და ეს ხალხი ყველა იყო აბსოლუტურად საქართველოს მოღალატეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთა. აბსოლუტურად ყველა. და რა თქმა უნდა ამას მოყვა ცვლილებები, შუქის, კრიმინალის, გაზის და წავიდა იგივე სისტემა გახდა უბრალოდ უფრო მოდერნიზირებული. როდესაც 9 წლის შემდეგ ამოვიდა ხალხს ყელში უშუქობა, უშუქობაზე ლაპარაკი კიდე და მშვიდობაზე ლაპარაკი და იმაზე რა ქვია, კრიმინალზე ლაპარაკი და ესე შემდეგ, გახდა საჭირო უკვე ამ სისტემის ცვალებადობა, რომელიც 2021 წელს ელაპარაკებდნენ ხალხს, რომ აბა შუქი გინდა, უშუქობა გინდა, აბა ქურდები გინდა, აბა არეულობა გინდა, უწყლობა ასე შემდეგ და საჭირო გახდა სააკაშვილის მოცილება, ოღონდ ისე უნდა მოცილებულიყო სააკაშვილი, რომ ქვეყანაში ომი და უბედურება არ მომხდარიყო და მაშინაც რას იძახოდნენ, ღმერთმა დალოცოს ბიძინა, ომი აგვაშორა, აბა ძალადობა არ იყოს, აბა რაღაცა არ მოხდეს, რატომ იდეს იცით საუბარი, რომ სცენარი, რომელიც არის დაწერილი, კონტროლიდან არ გამოვიდეს. უნდა მოხდეს მოდერნიზება, მოხდა მოდერნიზება სისტემის, გადავიდა ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში და მოვიდა ივანიშვილი და მისი გუნდი, ქართული ოცნება, მაგრამ ვინ იყო ეს ხალხი? იგივე ხალხი, აბსოლუტურად იგივე ხალხი, ვინც 2003 წელს მიშასთან ერთად შევარდნენ, მიშასთან ერთად ცვალეს კონსტიტუცია, აბსოლუტურად ყველა იყო გარეული საგანელიძით დაწყებული, ვასილ მაღლაფერიძით დამთავრებული, ყველა იყო გარეული იმ სისტემის მოდერნიზებაში და ეს ყველა გადმოიბარა ბიძინა ივანიშვილმა. და ჩვენ როდესაც ველოდებოდით ტრიბუნალს, ცვლილებებს, გასამართლებას, რაღაცას შემოგვთავაზეს კოჰაბიტაცია დაარქვეს ამ უბედურებას, ამ უსამართლობას. აქაც დააკვირდით რა ხდებოდა, იქ თუ ხელშეუხებელი იყო შევარდნაძე, აქ ხელშეუხებელი იყო სააკაშვილი. სააკაშვილი დღემდე ხელშეუხებელია. სააკაშვილი თვითონ ჩამოვიდა აქ მისი სისულელეების და ბევრი რაღაცების გამო. სააკაშვილი აქ პრეზიდენტი იყო, წესით უნდა დაწყებულიყო იმპიჩმენტი, წესით უნდა დაეკავებიათ სააკაშვილი, უნდა დაესვათ მისთვის ექსპერტიზა, უნდა ჩაეტარებიათ, რომ ის არ იყო ჯანმრთელი, ის იყო ავადმყოფი, ეს იყო აუცილებელი საჭიროება იმისთვის, რომ მის მიერ მოწერილი ხელშეკრულებები, რაც იყო დადებული ქვეყნის საზიანოდ, მომავალში უარყოფილი ყოფილიყო. მაგრამ ამათ ეს არ უნდოდათ, ეს არ აინტერესებდათ და რეჟიმის გასამართლებაზე არც არავის უფიქრია. აქ იყო ხალხის მოტყუება, აღიარეს პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ არც ერთის რეაბილიტაცია არ მოახდინეს და გადაიბარა ყველაფერი უცვლელად, უმტკივნეულად ბიძინა ივანიშვილმა. 14 წელიწადია. იგივე სისტემა ყოველგვარი ცვლილებების გარეშე კოჰაბიტაციით, ამით იმით მოდის დღევანდელ დღემდე. დღეს უკვე დამდგარია ძალიან მძიმე პერიოდი. აღარავის აღარ ჯერა აი თქვენი ბიძინას წმინდა სახელიც გაფარჩაკდა, ამ თქვენი ბიძინას რა ვიცი დიდებას უკვე ჩაქრა, წარსულს მიეცა და ძალიან მძიმე პროცესები არის საქართველოში. ჩვენ ბევრი კიდე ამას ვერ აღიქვამს. ეს არის ტრამვირებული საზოგადოება, რომლის ტრამვაც რო დაიწყო 80-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს ყოველ დღე და ეს არ არის ნორმალური საზოგადოება. მე მინდა გითხრათ, რომ ამ საზოგადოებას რომ მიეცის საშუალება, რომ ერთმანეთი შეჭამოს, ისინი მზად არიან, რომ იარაღის გარეშე შეჭამოს ერთმანეთი, უბრალოდ პოლიციური რეჟიმის შიში აქვთ, რომ ეს არ მოხდება, თორე ყველგან ზიზღია, ყველგან სიძულველია, ყველგან ბოღმა, ყველგან ფურთხება. ამ სისტემას კიდევ ერთხელ ლეგიტიმაციისთვის ჭირდებოდა, რადგანაც მართლმადიდებლური ქვეყანა იყო საქართველო, სასულიერო ლიდერის მხარდაჭერა. გაიხსენეთ ილია მეორის მხარდაჭერა შევარდნაძის მიმართ, გაიხსენეთ ილია მეორის შეფასებები ვარდების რევოლუციის დროს
გერბის ცვლილებადობა, ჰიმნის ცვლილებადობა, დროშის ცვლილებადობა, ეს ყველაფერი საპატრიარქოს დასმით მოხდა, გაიხსენეთ 2012 წელი, მაშინაც აი ესე. საპატრიარქოს მხარდაჭერით, პატრიარქის მხარდაჭერით, სამება ააშენა, მთელი მრევლი აქაა გვერდითა. ეხლა დგება კიდევ ერთი ტრანსფორმაციის პერიოდი. ეხლა მე აგიხსნით თქვენ თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. და დააკვირდით თქვენ პარალელები გავლეთ და აი ნახეთ თუ ასე არ იქნება. ახლა კოცებში დაიწყება განხეთქილება და კოცებში განხეთქილება თუმ არავის არ უკვირს. რაც ხდებოდა, გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელი ადამიანიც ითამაშებს რეჟიმის დამაქცევარის როლს. უკვე გამოჩენილია ეს ადამიანი. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი. გამოჩნდება ამ ადამიანის მხარდამჭერი, რომელმაც უკვე დააქცია ერთი რეჟიმი, როგორც ხალხისთვის არის ცნობილი. ეს ადამიანიც გამოჩენილია. ეს ადამიანი არის ირმა ინაშვილი. გაიხსენეთ ესა რა ქვია, ცოცხების და ციხის კადრები 2012 წელს. გაიხსენეთ კარგად, ვინ მონაწილეობდა ამ ყველაფერში? ახლაც ხო ვერ გამახსენებთ შემთხვევით, ვინ გამოუცხადა, მე იმას არ ვამბობ, არ გამოუცხადა აქ მეგობრობა, ძმაკაცობა, ეგეთ რაღაცებს მე არ მჯერა პოლიტიკაში. და არც მით უმეტეს პერსონები, რომლებიც ვიცი ვინაა და რა აქვს ჩაფიქრებული, რა გაუკეთებიათ და რის გამგეთებლები არიან. გამოჩნდება, შეეთავაზება პლატფორმა, პოლიტიკური პლატფორმა, შეეთავაზება ტელევიზია, მხარდაჭერა, ესე შემდეგ. ესეც უკვე მონახულია, ახალი ეგრეთ წოდებული ჟანადარკი. ახლა დაიწყება თვითონ კონციონალური მოძრაობის შიგნით განხეთქილება. დაწყებულია, ყველას ერთმანეთი ეზიზღება, ყველა გაქცეულია, ყველა გამოქცეულია, იქ გახარია წავიდა მისი ხალხი წაიყვანა მდინარაძეს და კობახიძეს, ამათმა რა ხალხი უნდა წაიყვანონ, მაგრამ ისინი წაიყვანენ, ის წაიყვანს, იქ ხალხის ძალაწავა წამო ერთ დიდ განხეთქილებას. მე რა ხაერზე მთელი თბილისი ამას ლაპარაკობს. კახიკალაძე გამოიყოფა ძალიან მალე ქართულ ოცნებას. ძალიან მალე, აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. საუბრობთ შემდგომაზე, როდესაც პროცესები გააქტიურდება. გამოიყოფა, კახიკალაძე კიდე შემდგარი ერთეულია. თავისი სახელი აქვს, თავისი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, თავისი კლანი ყავს, გავლენა ყავს, ასე შემდეგ. ეხლა გახდება კიდევ და კიდევ ერთი მთავარი პრობლემა და დაიმახსოვრეთ თუ ეს არ დაიწყო ძალიან მალე. ძალიან მალე დაიწყება, ეხლავე დაიწყება, ეხლა ეს ამ გაზაფხულთან ერთად ყველაფერი მომწიფებულ კრიზისთან დაკავშირებით საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით. რაზეც პრეტენზია წავა. ახალი საარჩევნო სისტემა არის საჭირო, რომ ყველა იყოს კმაყოფილი, ევროპელები იყვნენ კმაყოფილი, საქართველოში ლეგიტიმაცია ჰქონდეთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საიდან წამოვა, როგორ ფიქრობთ თქვენ? ახალი საარჩევნო იმის რა ქვია, კანონის ინიციატივა. ახალი საარჩევნო კანონის ინიციატივა წამოვა ხალხიდან. ეს ხალხი ვინ იქნება? ისინი პარტიები არ იქნებიან. იქნება რაღაცა გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც საზოგადოებრივი ჯგუფიც შემოიტანს ინიციატივას, რომელსაც გამოუჩნდება მხარდაჭერა და ამაზე უნდა მოხდეს კონსენსუსი. ამაში იქნებიან ზვიადგამსახურდიას მომხრეებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ ცნობენ არც ერთ არჩევნებს. თუმცა აი აქ არის მთავარი მომენტი და მე მინდა ამ ხალხს უთხრა. ვინც უკვე მიიღეთ მონაწილეობა რეჟიმის ტრანსფორმაციაში 2003 წელს. ხო მიიღეთ. ზოგს მიაღებიეს, ზოგი მოტყუდა, ზოგს გამოცდილება არ ქონდა. ახლა არა 2023 წელი, ახლა 2026 წელი. მას მერე გასულია 23 წელიწადი. თქვენ პიროვნებებს, თქვენ ფიგურებს, თქვენს მოძრაობებს, თქვენს ბიოგრაფიას, თქვენს ყველაფერს, რომელიც უკავშირდება კანონიერ ხელისუფლებას, აუცილებლად მიაბამენ საარჩევნო
კანონის და საარჩევნო კოდექსის საკითხთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ხელისუფლების სახელით კონდეს ნათლობა და ლეგიტიმაცია. ვინც ამას გააკეთებთ, აბსოლუტურად ყველა იქნებით მოღალატეები. ყველა იქნებით მოღალატეები. თამას გაგცემ პასუხს, ყველას გაგცემ პასუხს. დავამთავრო უბრალოდ ახსნა ეს სცენარი. აი ამ ხალხიდან წამოვა. არ მინდა ეხლა მე დავასახელო პიროვნებები, დავასახელო ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია ჩვენია და ჩვენ ლეგიტიმაციას არ მოგცემთ და თუ ჩვენ მოგცემთ ლეგიტიმაციას და ასე იყო 2023 წელსაც. ჩატარდება ეს არჩევნები, იქ უკვე გადანაწილებული იქნება პრობიძინული ძალა, ბიზნეს ყოფილი პარტიის წევრები ოპოზიციაში, იქნებიან ესენი აბორიგენი ქოცები, იქ ვითომ ხალხის ძალა, აქეთ კალაძის კლანი, იქეთ ვიღაცა და იქეთ გირჩები, იქეთ ის და ერქმება ამას სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ბიძინა ივანიშვილი იქნება ლამაზად გემრიელად ჩრდილში, როგორც ედვარდ ამბროსევიჩი იჯდა რევოლუციის მერე და ამ ქვეყანაში კიდევ და კიდევ გველი გამოიცვლის ტყავს, არაფერი არ შეიცვლება, ხალხს კი ეჯერება, რომ ვითომ ცვლილება განხორციელდა, ვითომ ეს განხორციელდა, ახლა ახალი მთავრობაა და რაღაცას გააკეთებს. არაფერი ქვეყანაში არ გეკეთდება. გაგრძელდება ის, რაც დაიწყო 1992 წლის 6 იანვარს. და ყველა მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის. აი, ეს იქნება. ამას ახლა მე მთავარს ვლაპარაკობ, თუ არა შინაგანად რომ მოგიყვეთ. შინაგანად პიროვნებებსაც გეტყვით, ვინვის რა როლს ითამაშებს, მაგრამ ჯერ არ მინდა, იმიტომ რომ ეს იცოდეთ, რომ ეს ჩარჩო არის შექმნილი, აი ამ ჩარჩოში ყველას აქვს თავისი ადგილი, ყველა მიიღებს პატარა რაღაცა ნაგლეჯს ამ ყველაფრიდან, ძალიან კარგად იციან დღევანდელი პოლიტიკური კლასის და საზოგადოების სახე, რომლებიც ვერცხლზე გაიყიდებიან კი არა, ჟეშტზე გაიყიდებიან. მოაწერენ ხელს, კარგად იციან საზოგადოებრივი განწყობები და მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, თუ თქვენ გინდათ რომ ამ სცენარში არ მიიღოთ მონაწილეობა, არ გაეკაროთ არც ერთ პარტიას, არ გაეკაროთ არც ერთ საზოგადოებრივ მოძრაობებს. საერთოდ უარყავით ეს არჩევნები, ყველაფერი არის არალეგიტიმურია ხალხო. არ არის ეს ყველაფერი სცენარი იწერება რეჟიმის ტრანსფორმაციისთვის. და აი თამაზი მეკითხება აქ ქვეყანაზე როდის დაიწყება უზრუნვა. ჩემო თამაზ ქვეყანაზე ზრუნვა მაშინ დაიწყება, როდესაც ზემოთ იქნება ისეთი ადამიანები და ძალა იქნება ისეთ ადამიანს, რომელსაც სამშობლო უყვარს, რომელსაც ქართველი ხალხი უყვარს და რომელსაც ადარდებს ყველანდელი, მანამდე არაფერი არ იქნება. მანამდე ჩვენ უკვე საქართველოში გამოიზარდა მოღალატე, პარაზიტული პოლიტიკური კლასი, რომელი მოღალატე და პარაზიტული პოლიტიკური კლასიც მზათა ყველაფერზე გაყიდოს, ხალხიც გაყიდოს, ქვეყანას გაყიდოს. ოღონდ თვითონ იყოს კარგად. თქვენ როგორ გინდათ ამ ხალხში ქვეყანას ჭირდება რევოლუციური ცვლილებები. რეალობაში თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ გამოსავალზე, ჩვენ გვჭირდება რევოლუციური ცვლილებები. ელემენტარულს ახლა ზოგიერთი კახიკალაძეს ელოდება, რომ სიტყვაზე გამოვა ოპოზიციაში და კახიკალაძე შევარდნაძესთანაც კარგად იყო. მიშასთანაც კარგად იყო. ბიზნესთან კარგადაცა და კახიკალაძე არ არის ახალი სახე. კახიკალაძე არ გიждდება სამშობლოს გულისთვის, რომ ახალი რევოლუციური ცვლილება მოახდინოს, დასაკარგი ბევრი აქვს. და აი ამ სცენარს ელოდეთ, ყველაფერი მზადდება ამისთვის. ეს კობახიძის დაპირისპირება, ეს მდინარაძის მოხსნა, ეს ყველაფერი ახლა კობახიძე იმაში წასულა, რა ქვია, რაჭველი ვარო მეო და იმაში წასულა, რა ქვია, სადღაც სალოცავად თურმე, ღვთისმშობლობას იქ უნდა შეხვდეს თურმე მარიამობას. ღმერთი გახსენებიათ, ხო, გაჭირვების დროს ღმერთი გაიხსენეთ, ხო, აი მაგ დროს გახსენდებათ ღმერთი და მორწმუნეობა და იქ ლოცულობს. მე ერთ დღესაც გადადგება კობახიძე და არაფერზე პასუხს არ აგებს. ჩემო ხალხო, აი, ჩემო კარგებო, აი ადამიანო, ჩვენ ხო უბრალო ქართველები ვართ, რომელსაც სამშობლო გვტკივა. ვისგან ელოდებით მხარდაჭერას? ვინ დაგვდგომია ჩვენ 35 წელიწადია გვერდით?
ვინ? არავინ ხო არ დაგდგომია. აბა რატო გგონიათ რომ ვიღაცა გაგსუებული ვისაც სკამი და ფული აინტერესებს? ეს ნორმალური ხალხისთვისაა ახლა გასამიჯნი პერიოდი ამ ყველაფრიდან თუ არა. აი ელექტორატს რო ეძახიან, ერთს რო აღარ კადრულობენ ქართველებს, ქართველიერი დაუძახონ და ელექტორატს რო ეძახიან, აი ეს ელექტორატი არის საინტერესო. ეს ამ ელექტორატისთვის მოდის 60-ის პერიოდი. ვინ საიდან რას იშოვებს, აი ერთ სულზე არის. დღეს რო ამ პარტიის კოორდინატორია, ხვალ იმ პარტიის კოორდინატორია, არჩევნებიდან არჩევნებამდე რო ცხოვრობს. ეს ხალხი, ჩვეულებრივი გოგოლის მიორტვიე დუში რა ისა რა ქვია რა მოსატანია ამათთან ის გარდაცვლილებს ყიდი და ესენ ცოცხალ ხალხს ყიდიან. ადამიანებით მოვაჭრეები არიან ჩვეულებრივად. და ეს ხალხი შეასრულებს აი ამ ლეგიტიმაციის ეს არ იქნება ბევრი ეს იქნება ერის დაახლოებით 20% და ამ ერის 20%-დან ალბათ 10% შეხვდება, ესა 50% შეხვდება ვიღაცას, ეს არის ერის 10% და ეს აპარტეიდი იქნება დაკანონებული და იქნება შენარჩუნებული. უბრალოდ როდესაც სანამდე ჯერჯერობით არაა გამოკვეთილი არანაირი ეროვნული ძალა, არანაირი ეროვნული მოძრაობა, არანაირი მართლა რადიკალური ცვლილება. აქ ხალხო უბრალოდ აქ მარტო ეროვნულებაზე კი არაა საქმე. აქ არ არის გამოკვეთილი მაგალითად იდეური სოციალისტები. აი კარანაძის და იმის გარდა რა ქვია არჩიბალდ მეკეშის გარდა მე ხო სოციალისტებს ვერ ხედავ რომლებიც შრომელთა უფლებებზე იბრძვიან ადამიანების თანასწორებაზე იბრძვიან ესეთი პარტია არ არსებობს ბლეფია ტყუილია ყველაფერი ამათ ლამაზ-ლამაზი სახელები აქვთ მაგრამ არც ერთს არ აქვთ ეს სოციალისტების თუ გინდა სხვა ერთადერთი იდეური პარტია შეიძლება აიღოთ თქვენ ისა რა ქვია გირჩი ზუსტად რაც არიან ის არიან იმის ქვევით ვერ დავლიან და არც უნდათ იმას სხვაგან გახედვა. გირჩი არის ყველაზე იდეური პარტია და თან ღიად ამბობს. გვაინტერესებს ფული, გვაინტერესებს ბაზარი, გვაინტერესებს შემოსავალი, გვაინტერესებს პოლიტიკა ჩვენთვის ბიზნესია. ამბობს ეს ხალხი არ ამბობენ რომ ესენი არიან ზვიადგამსახურდია და ან მერაბ კოსტავა და ან ეროვნული მოძრაობა და რაღაც ჩვენ ვართ ასეთ საქართველოს ხედავთ პლანების ქუჩა, ბორდელები ესენი და ამას რასაც გეუბნებოდით ეს ვითომ ეროვნული პარტიები ვითომ და ძალიან ბევრი რომ ეჩხუბებოდით ხედავთ სად არიან ხედავთ როგორ ჭამენ ერთმანეთს მე არ მიკადრებია მაგათგან განსხვავებით რომ ყველას ყველაფერი წამოვაძახო სადაა სამშობლო გვეღუპება არაბიზაცია ჩვეულებრივად მიმდინარეობს რაზე ერთმანეთის ჭამის დროა ერთმანეთის არა ყველას მართავს სისტემა ყველას აქვს თავისი ადგილი მიჩენილი ამ მოზაიკაში და ყველას ერთადერთი თავარი ამოსავალი წერტილი არის ის რომ ერთი პირი არ დადგეს. არ შეიკრას ერთი პირი. თორე ერთი პირი თუ შეიკრება, მე შეიძლება იქ სხვანაირი ცვლილებები დადგეს. სხვანაირი ცვლილებები ამ სისტემას არ ჭირდება ხალხო. ამიტომ იმას კი ნუელოდებით, რომ როდის გადაყვება დინარაძეს კობახიძე. იმას ელოდეთ ეს ტრანსფორმაცია როდის დაიწყება. ეს ტრანსფორმაცია დიდი ალბათობით დაიწყება ამ შემოდგომაზე. არ ვიცი დასრულდება თუ არა, მაგრამ ახლა დაიწყება, იმიტომ რომ ასეთ დროს, როდესაც ქვეყანაში რეალურად პოლიტიკური კრიზისი არსებობს, ასეთი პოლიტიკური კრიზისისთვის ყოველთვის ტარდება არჩევნები ნორმალურ ქვეყანაში. საქართველოს ნორმალური ქვეყანა არაა. რომ ხალხმა თავისი განწყობა დააფიქსიროს და თავის ლიდერებს გაყვნენ და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. ეხლა შეუწყალებიათ ის პატიმრები. 4 ოქტომბრის ამბებთან დაკავშირებით რო იყვნენ დაჭერილი შეუწყალებია ამას. თავარსარდალს. რას ემსახურება ეს ყველაფერი? ესეც იმას ემსახურება, განავითარ იმიტომ რომ ისინი უკანონოდ იყვნენ დაჭერილი, მე ისინი მეწოდებიან. სიბინძურეში რო იყვნენ დაჭერილი და ციხისთვის არ მემეტება. მაგრამ ისინი უკანონოდ არ ყოფილან დაჭერილი, ისინი თავის მისიას ასრულებდნენ იქ და თავის კონდა გაბუჭებული, მათ თავის წილი დაშავება კონდათ. ხო, ასია ეს სპეცრაზმენს ესვრი თუ ფანჯარას ჩაამტრევ თუ ცეცხლაანთებ თუ რასიზამ, დანაშაულია ეს საზოგადოებრივი წესრიგის. ასია ეს. და ჩეგევარობა თუ გინდა, დაპირისპირება თუ გინდა, მაგისთვისაც უნდა იყოს მზად რომ დაგიჭერენ. ხო, ესენი შემთხვევით არ არიან გამოშვებულები. ამათ მას თავისი როლი უნდა ითამაშონ ამ სცენარში და ეს ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ხალხი დაშოშმინდეს. და ბიძინა როგორც ჩევარდნაძე იყო გასული, ისე უნდა გაეცალოს ამ იმგენს,
ან მეორე ვარიანტი უნდა იყოს, მაგრამ ეს უკვე მართალია ნაცადი ხერხია, მაგრამ ვერ გამოდის, ეს ვერ გამოდის, არ გამოვიდა საქართველოში, რომ პირდაპირ ყავდეს ქართველ კაცს თავზე დაჯენილი მეფე. მეფე ამათგან წამოსული მეფე. უნდოდა ეს სააკაშვილსაც, მე ორჯერ ჩავატარე როგორც პრეზიდენტმა, მე პრეზიდენტს ძალაუფლება არ ექნება და მე პრემიერ-მინისტრად მინდა არ გამოვიდა. არ გამოვიდა. არ გამოდის ეს საქართველოში. არა ეს ის საზოგადოება, რომელსაც უნდოდეს უკანონოდ მეფის ტახტზე დამჯდარი უკანონო მეფე. კანონიერი მეფე რო იყოს და კანონიერად რო იყოს საუბარი საკონსტიტუციო მონარქიაზე და კანონიერად რომ მოხდეს აღდგენა, ამაზე არასდროს პრობლემა არავის არ იქნება. ნორმალურად დადგინდება და ნორმალურად იქნება, მაგრამ ეხლა რო ბოლო დროს რო ალაპარაკდნენ, ვერ ნახა ამან ვერანაირი პოპულარობა. აი სურამ ახანაძემ და ამათმაც რო დაიწყეს ლაპარაკი, მათმა წინასწარმეტყველებმა რო დაიწყეს თურმე მეფე ეყოლება და ამ მეფეს ცოტნე ერქმება და ესე. ვერ ნახა ამიდიამ საქართველოში გაყვავება და ამიტომ ჩაჩუმდა ამაზე ლაპარაკი. არავის არ აინტერესებს. აი ეხლა ამ მომენტისთვის ეს სცენარი არის დაწერილი. აქ შეიძლება რაღაცეები კოსმეტიკურად შეიცვალოს. მაგრამ არსობრივად არაფერი არ შეიცვლება. იგივე ხალხი, იგივე რაც შეუსრულებულია და ასრულებენ იგივეს. ეს წრეზე მიდის ყველაფერი და ესე ბრუნავს. აი ნახავთ. მოაშორებენ კობახიცეს, ვინც არ უნდა მოიყვანოს, ეს ქვეყანას მდგომარეობას არ შეცვლის. არ შეცვლის. და თუ ძალიან გაჯიუტდება ბიძინა ივანიშვილი და ქოცები, ამას შეიძლება და აუცილებლად მოყვება. ამას შეიძლება მოყვეს ის, რაც უნდა მოყოლოდა 2003 წელს, რაც უნდა მოყოლოდა 2012 წელს, ის მოხდება 2026 წელს. იფეთქებს ხალხი. დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, დაიწყება ხოცვაჟლეტვა, დაიწყება უბედურება და ერთი თუ იფეთქა საქართველოში, ამას უკვე ვეღარავინ ვეღარ გააჩერებს. გამორიცხულია. ეს დამპალი გამოსადენი სისხლი იქნება გამოდენილი, მაგრამ ბევრი შეეწირება ამ ყველაფერს. არ ვიცი, მე სახელმწიფოების მშენებლობაში და სახელმწიფოებრიობის გასამტკიცებლად და გასამყარებლად ხან ომია საჭირო და ხან შიდა დაპირისპირება. ევროპაურ ვიძახით და საფრანგეთი და ეს რომ მოწონთ ხალხს რამდენი რევოლუცია დაჭირდა. იმისთვის რომ ისეთი ქვეყანა ქონოდათ, როგორიც დღეს აქვთ. და თავზე ხელი კი არ უსვიათ ერთმანეთისთვის. ხოცვაჟლეტვა ქონდათ და დღემდე ბასტილიის დღეს აღნიშნავენ. იმიტომ რომ რევოლუციური ცვლილებები დაიწყო მაშინ, მაგრამ ამ რევოლუციამ საუკუნეების მანძილზე სისხლში არა მარტო საფრანგეთი, მთელი ევროპა ჩაითრია და ბოლოს დადგა ისეთი, როგორიც დადგა. და დღეს იმ დღეს აღნიშნავენ. ეს შეიძლება ერთი მხრიდან ძალიან ტრაგიკული არის. ძალიან ტრაგიკული, მაგრამ სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის ეს აუცილებელია. სხვანაირად ვერ მოხდება. ისევე როგორც უკრაინა რო ეძახოდნენ, თავში ვამბობდი ომი რო დაიწყო, თუ კი უკრაინა შეძლებს თუნდაც ასე, თუნდაც დახმარებით, თუნდაც ისე, უკრაინული სახელმწიფოებრიობას, რომელსაც არსებობის ისტორია არ გააჩნია, ეს ომი აქცევს სახელმწიფოდ. ეს ომი გადააქცევს ქვეყნად, თუ ის შეძლებს და თუ ის გაძლებს, რომ იყოს ეს ქვეყანა სახელმწიფოდ მომავალში. და თუ მას მაგამდე არ ქონია ბრძოლით შეინარჩუნოს თავის თავისუფლება და ხალხმა დაღვაროს ამისთვის სისხლი. მტკივნეულია, ძნელია, მაგრამ ფაქტია. ისტორია სისხლითაა დაწერილი. სხვანაირად ისტორია არ იწერება. და დაახლოებით 750,000 ვიღაც ნაციონალისტი თუნდაც სხვის იმსახური, ასია თუ ისია, გახდა ზუსტად ის ძალა, რომელიც ძალაზეც შემდეგ დაშენდა ის რაც ხდება, რა თქმა უნდა, კატასტროფული დასავლური დახმარებით, უზარმაზარი ფულით, უზარმაზარი იარაღით, უზარმაზარი გვერდით დგომით, მაგრამ თუ უკრაინა გადაიტანს ამ ომს და დარჩება როგორც სახელმწიფო, დარჩება მის ისტორიაში ბრძოლა თავისუფლებისთვის და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ამას იდეოლოგიას გააფორმებენ ლამაზად და ეყოლებათ გმირები, ეყოლებათ თავდადებული ხალხი, იქნება ბრძოლის ისტორია და ესე შემდეგ. საქართველოს აქამდე ზუსტად ამ ბრძოლების ისტორია მოიყვანა. ასია ეს ცივი გონებით ნათქვამია, მძიმედ ნათქვამია, მაგრამ პოლიტიკას და მით უმეტეს გეოპოლიტიკას გული არ გააჩნია. ვიზე მეკითხებით მკვდარი. მკვდრად შობილი ვინც არის და მკვდრად დაბადებული არის აბსოლუტურად
ჩამოყალიბებული დღევანდელი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, მისი იმბეცილი ტაშის მკვლელები და ყველა ის ბიოლოგიური ნაგავი, რომელიც დღეს იმაზე ბიზნესზე ლოცულობენ, ისე როგორც 2012 წელს მიშაზე რო ლოცულობდა ხალხი და სასაცილოდ რო ქონდათ გახდენილი. ვერ გამოვედით ჩვენ. ვერ გამოვედით. ძნელია, მაგრამ გადავხედოთ ისტორიულ რაკურსს, გადავხედოთ ისტორიას თუ რატო გჭირს ეს. დაჯდეს ერთხელ ვინმე და გაიაზროს ეს ყველაფერი, რატომ ჭირს ქართველ ერს ეს ყველაფერი ასე. იმიტომ რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წვეტის ძალიან ხანგრძლივი პერიოდი, 200 წლიანი პერიოდი. ქვეყნის გადაწყობა სხვა ქვეყნის კანონებზე, სხვა ქვეყნის მმართველობის სტილზე, სტანდარტზე, ასე შემდეგ და ვერ მოხერხდა იქიდან დროულად. წყონებული ზვიადგამსახურდი ამას ცდილობდა, რომ გადმოეყვანა ქვეყანა ქართული ეროვნული აზროვნების მოწყობაზე და ამაზე გაგიჟდნენ ესენი, კაცო, ჩვენი ცხოვრება ხალატით და სისხლით და უბედურებით ცხოვრობთ და ამით გვიდგას სულიო და ჩვენი ქვეყანას და ჩვენ ხალხს თავზეო გამოზრდილი კოლონიზატორები ვადგივართო და გვართმევენ ამ ყველაფერსო ინტელიგენციით დაწყებული და ამთავრებული ძელავებით და რა ვიცი, ცეხავიკებით და პოლიტიკოსებით და რა ვიცი, შევარნაძით და ამით სუყოლათი და ვერ მოხდა ეს. მის მერე ეს სისტემაა მოსული. აქ ამ სისტემასაც დასასრული, მაგრამ ძალიან ძიმე. ძალიან ძნელი. ამაზე არავინ არ ფიქრობს. ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ რაზე მოვიდეს ყველა, მოიწყოს საკუთარი უკანალი მოითბოს და ასე შემდეგ. ჩარჩი ვაჭრების აშენებული ქვეყანა არ ახსოვს ისტორიას. ისეთ როგორც არის ბიძინა ივანაშვილი. არ ახსოვს. ვერც აშენებენ. სახელმწიფოს აშენებენ იდეალისტები და ენთუზიასტები, პატრიოტები. კი, გავიგეთ ეკლა დღეს ლაივი მაგით დავიწყე ცხონოს ღმერთმა იქ ბავშვი. ხო, ასე ხდება ეს. ასეა, ჩვენ ამ თაობას მოუწია ამ პერიოდში ცხოვრება. ხო, ჩვენი მშობლების თაობას და ჩვენ და შთამომავლობას. ჩინელებს აქვთ ასეთი წყევლა. შენ მოესწარი გარდაქმნებს და რევოლუციებსო. ეს არის წყევლა ჩინელებისთვის. ჩვენ თაობას მოუწია საქართველოში ცხოვრება გარდაქმნების და რევოლუციების და ფსევდო თუ ყალბი თუ აღმა თუ დაღმა თუ ტრანსფორმაციის პერიოდში. 90-91 წლიდან რო დაიწყო ტრანსფორმაცია ქვეყნის, მიმდინარეობს ახლაც. წესით და რიგით ამათ რო სამშობლო უყვარდეთ, ამათვის განცდა რო იყოს, რომ სამშობლო ძვირფასია და ეს რაღაცა ელემენტარული განცდა გქონდეთ სამშობლოსი. ესენი პირველ რიგში უნდა თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ქვეყანას დასაკარგი ქართველი არ აყავს. არ აყავს დასაკარგი ქართველი. და არ შეიძლება ქართველი ერი ექსპორტზე გაიტანო. როგორც ამას შევარნაძის დროიდან დაწყებული, გაგრძელებული მერე სააკოვის დროს და ახლა ამათ დროს, აგერო კაცო, ქარხანა ფაბრიკებს გიშენებთ. ზადით. არ შეიძლება შენ თანაგუნდელებს ვისთან ერთადაც მოდიხარ იმათ ყველას მოღალატე არიან. განა არ არიან? არიან. მაგრამ არ შეიძლება ყველა თუ მოღალატეა, ყველა თუ ნაძირალაა, შენ როგორ ხარ კარგი? როგორ ახარ კარგი? საიდან ახარ კარგი? ქვეყნის ახალს არ უნდა გაუფრთხილდე, პრეზიდენტად აყენებ კაცს, მერე ეძახი მოღალატეს. პრეზიდენტად აყენებ ქალს, მერე ეძახი აგენტს. პრემიერ-მინისტრად აყენებ ადამიანს, აქებ ადიდებ ორჯერ, მერე ეძახი მოღალატეს. თავდაცვის მინისტრს, იმას, რა ქვია, მთავარ პროკურორს, აჭარის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს, უზარმაზარ სხვა ჩინოვნიკებს არ ჩამოუთვლი. მაია გვიან შემოგვიერთდით ეთყობა და ვისაუბრე მაგ საკითხთან დაკავშირებით და მეც ჩემი აზრი მაქვს, რომ ეს ბიჭი მოკლული არის ვიდრე მკვდარი. აი ესა, ამაზე არავინ არ ვჯელობს. აქ არის ვიწრო მერკანტილური ინტერესები, ვაჭრული ინტერესები. თქვენ ჭამეთ ერთმანეთი ბიზნესი არის კარგად. ბიზნესი არის თორიების ვირთხა. თავარი ვირთხა. შეიძლება დაარქვათ თორია. დაარქვით თორია, არაა პრობლემა.
შეიძლება ესეც დაარქვათ და ის ვინც აყავს ჩაყრილი შიგნით კობახიძე, დინარაძე, ღარიბაშვილი და ესენი სულ ყველა ვირთხები, რომლებაც თავის დროზე უნდა შეჭამოს. ღარიბაშვილს თავის დროზე ალასანია და რესპუბლიკელები შეაჭმევია. ღარიბაშვილი დინარაძეს შეაჭმევია. დინარაძეს და ამათ ისევ ვიღაცა შეაჭმევიებს და თვითონ სამაგერო თუ საფრთხოთა. აი ეს არის მართველი, რომელიც ასე უდგება ერს და ქვეყანას. ამიტომ არის როგორც ხალხი არის პრობლემა ამ ქვეყანაში, ისევე მართველი არის პრობლემა ამ ქვეყანაში. მოგვიანებით ჭირდება კაცი, რომელიც გააერთიანებს სამშობლოს, ეროვნულ კონსენსუსს შემოიტანს. დასაკარგი ქართველი არ აქვს. გასაქცევი ბავშვი არ უნდა შემშილობდეს ქვეყანაში. რაღაცა ელემენტარულ წესებზე შევთანხმდეთ ყველა. არა, ეს არ უნდათ. აი, ამიტომ ვართ ამ ადგილას, სადაც ვართ და ეხლა ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს. არავის აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ასე დაარტყას და ეს 200 წლიანი წვეტა სამშობლოს მართვის და მანამდე კიდე 300 წლიანი ესა რა ქვია, გიორგი ბრწყინვალეს მერე საქართველოს არ დაადგა საშველი, რომ ნორმალური სახელმწიფო იყოს. ერთმა მეგობარმა მითხრა, შენო რო იძახოდი, მაგიო 700 წლის უკან რო გახდაო წვეტაო და რო არ დაირიაო, მის მერე გაწყვეტილიაო და არ ესმის ამ ხალხს ამ ურთიერთ ჭამაში და ურთიერთ დაძაბულობაში არის ცხოვრება. რაღაცა იდეა უნდა იყოს, რაც აერთიანებდეს ყველას. ენა, მამული, სარწმუნოება, ეს თუ არ აერთიანებს ხალხს, რა უნდა აერთიანებდეს სხვა? მაინც მაგ აფხაზ ბიჭუნაზე მეკითხებით, მე ჩემ აზრს გეტყვით. მარიამობაზე დამთხევა, როგორც ამბობენ, არ არის. ერთი დღის გარდაცვლილი არ არის, ყარდა სუნი შეწირვა ვერ იქნებოდა, სუნმა შეაწუხა მეზობლები და შემდეგ გამოიძახეს და შემდეგ და თუმცა აფხაზებს რაც უკავშირდება, საერთოდ ამ მარიამობის მარხვასთან კავშირში არის ყოველთვის, იმიტომ რომ 92 წელსაც 14 აგვისტოს დაიწყო ის სისხლიანი მოვლენები, მარიამობის მარხვა როდესაც იწყებოდა და მოხდა, მაგრამ ეს არ არის. ეს ბიჭი გარდაცვლილია, როგორც ამბობენ, დიდი ხნის გარდაცვლილია. დაახლოებით 1 კვირის. ხო, მოკლედ აი ეს სცენარი იგეგმება და რა ვიცი, დანარჩენი თქვენ აგერ, მიაგერ და აგერა ქვეყანა. საპატრიარქომ ვერ შეძლო სამწუხაროდ საქართველოში ჭეშმარიტი ქრისტიანების აღზრდა. პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. ეგრეთ წოდებულმა კულტურულმა ელიტამ, რომლებიც თითით მისათითებლები უნდა ყოფილიყვნენ საზოგადოებაში და ქონდათ ეს ავტორიტეტი მართლაც, იმიტომ რომ იმ პუჩისტი ნაზირლები ვინც აგეღოთ, თვალდახუჭული უყვარდა ხალხს. გინდა კიკაბიძე ყოფილიყო, გინდა ოთარ მეღვინეთუხუცესი ყოფილიყო, გინდა სხვა და გინდა სხვა. იმათმა ვერ შეძლეს სახალხო კულტურის ჩამოყალიბება ხალხში. გამიჯდოდნენ პოლიტიკას, ეთქვათ, მე ხელოვანი ვარ, ჩემი საქმე არა სამოქალაქო დაპირისპირება და ერთმანეთის ჭამა. აი, ვერ შეძლეს. ვერ შევდექით. ჯერჯერობით ეს არ შემდგარი სახელმწიფო. რაღაცა დიდი წარსულით, მაგრამ ამ დიდ წარსულს მხოლოდ და მხოლოდ იყენებს წინაპრის ნასუფრალი, ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ტურიზმიდან ფული იშოვოს. თუ არა, ეს ერი დღეს არაფერს არ ქმნის. ეს ერი ყველაფერს ანადგურებს და მოიხმარს. და ეს ქვეყანა ქართველისთვის არაა, ჩამოსულისთვისაა. აი, აქამდე მიგვიყვანა. რაც შეეხება ბატონ გენერალ-მაიორს, ბიზნესში მივდივარო, გამოუცხადებია, ხო, გამოაცხადა კი, აზარტი მაქვს ბიზნესის. არ ვიცი, ახ რა გითხრათ. ბატონ გენერალ-მაიორი ქართულ ბიზნესში ალბათ სუსი რაღაცას მოუგდებს, მაგრამ არ ამგონია დიდხანს გარეთ იყოს. მალე თავისას ისიც მიიღებს და როგორი ნაძირალა უნდა იყო ადამიანი, რომ შენი თანამდებობიდან წასვლა და შენი მოცილება ისე უხაროდეს ხალხს, როგორც ამ ნაძირალას წასვლა უხარიათ.
არ აქვს მნიშვნელობა თავის გუნდში იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაში იყოს თუ ისე იყოს რა ეს რიგითი დამოკიდებულება ქონდეს. როგორი მათხოვარი არაკაცი უნდა იყოს. აი ესა. აბა ახლა იმასაც გეტყვით რომ აი ნუ გვაქვს ხალხო რაღაცა ყოველთვის რომ აი ქართველები ვართ და ჩვენ გვჭირს მარტო არა ვართ ჩვენ ასე. არა ვართ მარტო ჩვენ ასე, არა ვართ ბევრ ერს დამართია და ბევრ ერს შეყრია ეს ბანკი და მე დრო დაჭიროებია და მე ისევე პიროვნებები ქმნიან ისტორიას. უმადურობაც სხვათა შორის, რომელიც ძალიან გამძაფრებულია საქართველოში. მე სიმართლე გითხრათ, ვიცოდი საფრანგეთის ისტორია და რაღაცები, მაგრამ თუ ერთ-ერთში ქონდა ფრანგ ერს დანაშაული ასე თუ მიუძღო და დეგოლის მიმართ ლად ბოლომდე არ მეგონა. ორჯერ გადაარჩინა ქვეყანა და ორივეჯერ მოიცილეს. ერი და ქვეყანა გადაარჩინა. პენსიაზე გასული გენერლის პენსიასაც არ აძლევდნენ, პოლკოვნიკის პენსიით ცხოვრობდა, არ აგაქო დაამტკიცებულიო წოდებაო. და დღეს სადაც არ უნდა მიხვიდე, პატარა დაბით დაწყებული და სოფლით და დამთავრებული დიდი ქალაქით, ყველა ცენტრალურ ქუჩაზე არის დეგოლის სახელობა და დეგოლი და დღეს მთელი საფრანგეთის პოლიტიკური ელიტა არის დეგოლიზმით შეპყრობილი. ახლა ზუსტად იგივე გავუკეთებ ჩვენ ზვიად გამსახურდიას. ვუგალით ჩვენი ხელით და გავაქციეთ და ლანძღეთ ვაგინეთ და დღეს რო გითხო ყველა მეტირის. და ყველასთვის განსაკუთრებული ემოციების ისაა და არჩევნები რომდის ყველა ზვიადისტია საარჩევნოდ. ხო, ანუ ცოტა გულზეც მომეშვა. თუ კი შეიძლება ესეთ დიდ და გამოცდილ ერს და ქვეყანას როგორც საფრანგეთი ეს რაღაც დაემართოს, ჩვენაირ პატარა ქვეყანასაც მარტივად შეიძლება ეს რაღაცა შეიყაროს. ამიტომ აქაც ნორმალურადაა, უბრალოდ პრობლემა არის სხვა რაღაცაში. მართველი პირი არ არის პატრიოტი, მას არ აინტერესებს ქვეყანა, მას არ აინტერესებს ერი, მას არ აინტერესებს ერის მომავალი, მას აინტერესებს საკუთარი თანამდებობა, ის მოქმედებს გამოცდილი სისტემით, სისტემას არ უნდა ცვლილებები, სისტემა აგრძელებს თავის ცხოვრებას და თავიანთ დამპალწუთი სოფელს ამ სისტემაში ატარებენ. აიგა, მეტი არაფერი. ხო, ახლა ბიზნა ივანიშვილიც არაა დეგოლი, რომ წავიდეს და მისი ჭორვილაში მისი ომისგან დაზიანებული სახლი მისი ხელით აღადგინოს. არ არის ეს კაცი. იმიტომ რომ ჭორვილაში სასახლე უდგას და გასქელებული აქვს ჯიბეები და არც თავდადებულია დეგოლივით და არც ხელის გამძვრევია არაფერზე არის ის რითიცა მიდის ისე და მიდიხინებს ყველაფერი. მოკლედ დაიმახსოვრეთ ეს ლაივი, მე გეუბნები, დაიმახსოვრეთ ეს ლაივი, აი მარიამობა დღე არის. და გამიხსენებთ თუ ეს ასე არ მოხდება. აუცილებლად მოხდება. და ერთადერთი გამოსავალი არის არ მიიღოთ არაფერში მონაწილეობა. არც არჩევნებში, არც ამათ აქტივობებში და არც არაფერში, იმიტომ რომ ყველა აქტივობა გათვლილია, ყველას მიჩენილი აქვს და მაგი კი არა ამდენი რაღაცა მაქვს გამოცდილი და ამდენი რაღაცა მინახია და იმდენი ხაფანგები დაუგიათ ხანდახან მერე მივხვდარვა რომ დეკორაციად გამოყენებას ცდილობენ. ბევრი შემთხვევა ასეთი. აი ესაა პოლიტიკის სიდამპლე. ადამიანი რომელიც გარკვეული არაა და დაბინძურებულ გარემოში თქვენ ხართ უბრალოდ გასახარჯი რა გითხრათ მატერიალია ეს რო ამბობდა რა ქვია ნიჟელეც солдат ბაბიშო ნარაჟაიუტო ну ისახართ იყენებენ რა პოლიტიკურ ბრძოლაში და არ მიიღოთ მონაწილეობა მიხედეთ თქვენ თავზე თქვენ პრობლემებს მიაფურთხეთ ნაცას მიაფურთხეთ კოცას და მიაფურთხეთ ყველასაც დატოვეთ ერთმანეთთან მარტო თუ არ ეყოლებათ ჯარი გენერლები ვერაფერს ვერ იზამენ თუ ეყოლებათ მათი 10%-იანი და 5%-იანი ელექტორატი ეს გეგმად ჩაეშლება დარწმუნებული იყავით თუ იქნება ტოტალური ბოიკოტი დამიჯერეთ ეს გეგმად ჩაეშლება მაგრამ თუ თქვენ აგიყოლიებენ ამის მიტინგებზე იმის მიტინგებზე ამის იმაზე შავ დღეს ჩავარდებით
არის ეგ 50-70 ნაც კოცი დაბოდიალობს და წივის და კივის იმაზე რუსთაველზე ცვლის რამეს. აბა ერთი გამოდიოდეს ერთი 10,000 20,000 გარეთ. გამოდიოდეს ერთი. აბა თუ იქნებოდა ხელისუფლება ასე მშვიდად. არ გამოდის. იმდენი ხალხი რო გამოყვება კოცსაც ვერც კოცი ვერ იზამს ვერაფერს. აი მაგალითი აიღეთ. ეგა დაჯდნენ ეგერ და ხალხის გარეშე ერთმანეთში არ გვიან რაც უნდათ. და ჩვენ დავჯდეთ და უყუროთ შოუს. როგორ შეჭამენ ესენი ერთმანეთს? ის კი არა მომხრევარ დუელი 2-3 მეტრში, აცილება გამორიცხულია. უყუროთ. სანამდე ესენი არ მოიგებიან ქვეყნის ნორმალურ სისტემაზე. ამირან ვერ ხვდები რას მეკითხები, რომ მოისმინოს რა დამიჯდება, ვერ ხვდები რაზე მეკითხები. ხალხმა უნდა შეიგნოთ ხალხო. არაა შორს წასასვლელი, მოусმინეთ წონებული ზვიად გამსახურდიას პროგნოზს და დაუგვირდით, იქნება 1000 პარტია, ყველა იქნება ერთი. აქ ერთი ამხდარია ყველაფერი. ბევრ რაღაცაში, სხვათა შორის ბევრ რაღაცაში ჭკუა ისწავლა ხალხმა. აი ბევრ რაღაცაში ჭკუა ისწავლა. როგორც ადრე, ისე რომ 1000 შარლატანის გამოხტომაზე რომ მიდიოდნენ და თავს ამართიებდნენ, იმ გრეჩიხების პერიოდი იყო თუ ის იყო, დღეს რო იძახიან ნიჰილიზმია. ნიჰილიზმი მარტო არა. არა, უკვე ხალხი ხვდება ვინა აფირისტი. არ მიყვება იმათ. აღარა აქვს ხალხის ემოციური გრძნობები, რაც ქონდა, იმიტომ რომ იციან, რომ ესენი პოლიტიკურად უდგებიან ხალხის გულანთებულ პროტესტს. მომისმინე ჩემო შოთა, ჩვენ მართალი ხარ, მასი არის, მაგრამ ადამიანის სულიერ აღზრდას უნდა უზრუნველყოფდეს ღვთის სახლში მყოფი ღვთისმსახურები და როგორი ღვთისმსახურებიც გვყავს და როგორი ღვთისმსახურებიც ახდენენ დღევანდელი ქრისტიანის აღზრდას, დღევანდელი ქრისტიანობის, აი ესეთი საქართველო. ჩვენ რო 85% ქრისტიანია ვარ ქვეყნაში, ჩვენ რო 85% ქრისტიანი ვიყოთ, რა გაგვიჭირდებოდა ხალხო? 85%-ს რო ერთმანეთის მიმართ სიყვარული კონდეს, 85%-ს რო ერთმანეთის მიმართ გაჭირვებაში გვერდით დგომა შეეძლოს, ხელის გაზდომა შეეძლოს და ასე შემდეგ. ჩვენ არაფერი არ გაგვიჭირდებოდა, არა ვარ ჩვენ ეს 85%-დან შეიძლება იყოს 4-5%. დარჩენ ფარისევლობა. მე არავის რწმენას არ ვეხები, მაგრამ ამას ქრისტიანობა არ ქვია. არ შეიძლება ქრისტიანი ხალხი ასე ჭამდეს ერთმანეთს. ასე ზიზღებოდეს, ამ ხელას ზიზღი კონდეს ქრისტიანის მიმართ. ია, ქრისტიანი ყო და ჩვენ ერთი. ზვიად გამსახურდია იყო ქრისტიანი, მართლმადიდებელი, პატრიოტი. ვერ შევიშნეთ, ვერ შევირგეთ, წავიმტრიეთ ცხვირბილი და წავიმტროთ კიდე მომავალში. გამოვლენ ახლა კგბ-შნიკები და დაიწყებენ 1000 უბედურების ლაპარაკს მაშინდელი ჩამოყალიბებული. მე ამ ხალხთან სალაპარაკო არაფერი არ. რას აძღებულობს დანარჩენს ხალხი? აბსოლუტურად ღირსია ყველაფრის. ეგა. კარგით, დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო, ეს დაიმახსოვრეთ ეს სცენარი. ეს სცენარი მზადდება. დანარჩენს კიდე თუ რაღაცა შეიცვალა, მაგრამ ძირფესვიანად არაფერი შეიცვლება დრო და დრო გაგაგებიათ. დიდი მადლობა ყველას.